ამოქმედება თუ არა ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იმსჯელებენ რეზოლუციაზე, რომელიც ქართული დიპლომატების და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითვალისწინებს. მიზეზი ივანიშვილის კლანის ანტიდემოკრატიული პოლიტიკაა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭო დაამტკიცებს ამ დოკუმენტს, რა წერია რეზოლუციაში? ნინო სამყურაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ის გვეტყვის გისმენთ. დოკუმენტი ძალიან დიდი ხანია, რაც უკვე არის მზად, ჯერ კიდევ გასულ წელს გამზადდა ის, თუმცა მას სჭირდებოდა დამტკიცება და რამდენიმე ეტაპის გავლა იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო და დოკუმენტში საკმაოდ ვრცლად არის განმარტებული ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის შექმნილი, მათ შორის ოლიგარქიული რეჟიმი როგორ მოქმედებდა, დაწყებული რუსული კანონიდან და მიღებული სხვადასხვა კანონებით, შემდეგ უკვე გრძელდება იმით, რა მოხდა არჩევნებზე და ახლა უკვე 28 ნოემბერს რა გადაწყვეტილება გამოაცხადა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, როდესაც მათ თქვეს უარი ევროკავშირზე, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი, სწორედ ეს აღწერილობა არის აი ამ დოკუმენტში და ამის შემდეგ წერია ის, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პირდაპირ ევროკავშირის საქართველოს შორის ურთიერთობებს, იმ მთავარ გზავნილებს და ხელშეკრულებებს, რომელიც მიღებულია საქართველოსა და ევროკავშირის შორის და უკვე არის დადებული და ამოქმედებული და ამიტომაც არის საუბარი იქ, რომ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დაწესდება, ანუ ნაწილობრივ სავიზო შეზღუდვები ამოქმედება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ უბრალო საქართველოს რიგით მოქალაქეებს ეს არ შეეხება და იმ პირებს, ვისაც აქვს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტები, ეგრეთ წოდებული ლურჯი პასპორტები, მათ ეს შეზღუდვა აუცილებლად შეეხებათ. აი ამ ჩამონათვალში კი უკვე შედიან ოლიგარქიული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის არიან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მათი მეუღლეები, ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები და წევრები, უსაფრთხოების სამსახური, უფროსი, მისი მოადგილე და ამ სამსახურის 50-ზე მეტი თანამშრომელი, მინისტრები და ოლიგარქიული რეჟიმის დეპუტატები, მთავარი პროკურორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და კიდევ სხვა წევრები. აი ეს არის ის ჩამონათვალი, ვინც ძირითადად საარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით, ეს არის 41 კატეგორიის მაღალი თანამდებობის პირის მიმართ გაიცემა ეს დიპლომატიური პასპორტები და სწორედ მათ შეეხებათ ეს ყველაფერი. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა თავისი განზრახვა, რომ არ მოითხოვოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. ამ განცხადებამ გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს მრავალ ქალაქში, რასაც ხელისუფლებამ უპასუხა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და ძალადობრივი მეთოდებით. ასევე იყო თვითნებური დაპატიმრებები და არასათანადო მოპყრობა მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ. ეს ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რაზეც აგებულია ფასილიტაციის შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. კერძოდ, ეს ქმედებები არ სცემს პატივს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირები უახლოეს პერიოდში და დიდი ალბათობით ეს მოხდება თებერვლიდან უკვე მოუწევთ ის, რომ ჩადგნენ საკონსულოს რიგებში და მათ მიიღონ ვიზა იმისათვის, რომ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და დღეს ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის კიდევ ერთი გზავნილი საიმისოდ, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არის არალეგიტიმური, რომ მათ დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აქვს მიტაცებული და სწორედ ამიტომ ხდება ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს არის პირდაპირ გზავნილი, რომ ისინი არ აღიარებენ მათ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებად და რომ კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ევროკავშირმა ეს ქმედებები უნდა გააგრძელოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ ძალიან კარგად ესმით ის, რომ ევროკავშირში გაჭირდება ერთიანი სანქციების დაწესება, რადგანაც ამ შემთხვევაში მაშველი რგოლი ოცნებისთვის არის უნგრეთი და სლოვაკეთი, ფიცო და ორბანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგას და მათ შორის ოპოზიციის მხრიდან მთავარი მოწოდება დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ არის ის, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა იაქტიურონ და თავიანთი სანქციები უნდა დააწესონ.
დიპლომატიური პასპორტები იყო ერთგვარი სიმბოლური ძალაუფლების მატარებელი ამ ადამიანებისთვის, ამიტომ ევროკავშირმა პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით და გაუჩერებს. ეს რაც ნიშნავს, მარტივია ქართულ ოცნებას ამ ხრივ ეუბნება, რომ მათ არ აქვს ლეგიტიმაცია, მათ არ აქვს ის პრივილეგიები, რაც შეიძლება ჰქონოდათ და რაც აქვს მაგალითად სხვა სახელმწიფოებს. ეს ეუბნება პირველ რიგში ქართულ ხალხს, რომ ევროკავშირი ცდილობს იმ ბიუროკრატიულ მანქანას რაღაცნაირად თავი დააღწიოს, იმიტომ რომ მარტივი არ არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოები ერთად შეთანხმდნენ. ჩვენ უკრაინის მაგალითიც ვიცით, როგორ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. თავარი არის ევროკავშირის შემდეგ ეტაპზე არაღიარების პოლიტიკა გააგრძელოს და ამ არაღიარების პოლიტიკაში ქართული ოცნება როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება ვერ მოხვდეს. ამის ყველა მინიშნება არის. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ მთელი ივანიშვილის მიტაცებული ინსტიტუციები არის აბსოლუტურად იზოლირებული დასავლური სამყაროსგან და ევროკავშირისგან და სანამ არ მოხდება ამ სისტემის დემონტაჟი, რომელიც დგას ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კორუფციაზე და სხვა დანაშაულებზე, მანამდე რა თქმა უნდა ჩვენ არათუ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება, ჩვენ არამედ აუცილებლად გაგრძელდება თანმიმდევრული სანქციების პროცესი და ყველა შტო აბსოლუტურად და ყველა ნაწილი ამ ივანიშვილის რუსული დიქტატურის იქნება სანქცირებული, იზოლირებული და პოლიტიკურ კეთილონად გამოცხადებული ევროკავშირის და დასავლური სამყაროს მიერ. ამას რა თქმა უნდა ასევე მოყვება კონკრეტული ქვეყნების სანქციები, რომელსაც ხედავთ უკვე ჩვენ და რა თქმა უნდა ეს უფრო საყოველთაო ხასიათს მიიღებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩები დღეს უნდა შეიკრიბონ, ყოველ შემთხვევაში ეს შეხვედრა უკვე ჩანიშნულია, საქართველოს საკითხიც იქ არის დღის წესრიგში, დოკუმენტი უკვე არსებობს, ძალიან დიდი ხანია, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის ბოლოს ეს ყველაფერი შეიქმნა და ახლა უკვე ამას სჭირდება გაფორმება, რომ ის პირები, ვისაც აქვთ სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტი, მათი მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით და მას დაჭირდება შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზა იმისათვის, რომ შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში და ამ ტერიტორიებზე. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ამბობენ ოპოზიციაში, თუმცა კონკრეტული და უფრო მეტი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული ევროკავშირის მხრიდან. იგივე მოწოდება სხვათა შორის ჰქონდათ ევროპარლამენტშიც, როდესაც საქართველოს საკითხთან დაკავშირებით 2 დღის წინ იყო დებატები და მთავარი გზავნილი ევროპარლამენტარებისაც სწორედ ეს იყო, რომელსაც ხალხი უკვე ამდენი დღეა რაც ქუჩაშია, ამ ვითარებაში აუცილებელი არის, რომ უფრო მეტი აქტიურობა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან და თუ ევროკავშირი ერთიანად ვერ იღებს გადაწყვეტილებას რიგი მიზეზების გამო, უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, ცალკეულმა ქვეყნებმაც შესაძლოა ძალიან მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება და კიდევ ერთი დეტალი, ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ხდება სავიზო სანქციების დაწესება და სხვადასხვა სანქციების დაწესება, მათ შორის სახელობითი სანქციები უკვე დაწესებული აქვს ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს, უკრაინასაც დაწესებული აქვს სანქციები და ასევე გერმანიის მხრიდანაც უკვე ეს სანქციები ამოქმედებულია.